ძალიან მინდოდა მელაპარაკა ორი სიტყვით იმაზე, რა ქვია რა, იწინათ რომ გელაპარაკეთ აგი აბაშიძის წიგნზე და ილია ჭავჭავაძის და მაშინდელ მდგომარეობაზე, მოკლედ, აი წარმოიდგინეთ უბრალოდ, აი წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნე თავდება, მე-20 საუკუნე იწყება და საქართველოში შემოსული არის ეს მარქსისტული იდეები რა. და ახალგაზრდები და მithumetes სადღაც ნასწავლი ისე ასე შემდეგ ახალგაზრდები და მოლაპარაკეთავები ვითომ მაშინდელი მენშევიკები და სოციალ-დემოკრატები და ახალგაზრდები, აი ახალგაზრდები. რო იძახდნენ რომ აი ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ მომავალი თაობა და ახალგაზრდებზე მოგიყვებით ზუსტად მაშინდელ ახალგაზრდებზე რა. რასაც უშვებოდნენ ილიას რა. წარმოიდგინეთ ხა ივერიის და დროების ჭიდაობა მიდის ერთმანეთში ამ ორი გაზეთის მარტოა ილია, მარტო ებრძოლება ამათ, ისინი დაწერენ რაღაცას თქვა ნოე ჟორდანია წერილს გამოუწყობს, პასუხობს ეს, მე ის რა ქვია ფილიპე მახარაძე გამოუწყობს წერილს, პასუხობს ეს, მე ნოერამიშვილი და მოკლედ ეს მთელი მოლაპარაკეთავები ვინც არიან რა. მამია ორახელაშვილები და რა ვიცი ყველანი რა. და ეს მარტო კაცი ბრძოლობს იმდენად რომ თან ახლა საზოგადოებაში არის ის რომ აი ახალგაზრდები მოდიან და თქვენ წარმოიდგინეთ 2018 წელს არჩევნებსაც კი ვერ იგებს ესე ვთქვათ პატრიოტული მთავრობა რა ეროვნულ დემოკრატიული პარტია აკაკი წერეთელმა ვერ მოიგო არჩევნები ამათ მოიგეს ამ ახალგაზრდებმა წარმოიდგინეთ რა სიტუაციაა სიტუაცია ისეთია რომ ილიას დამხმარე გვერდში არავინ არ აყავს ერთი სტატია მაინც დაწეროს ამათ თუნდაც ახალგაზრდა, თუნდაც ძველგაზრდა. აი ეს სიტუაციაა, წარმოიდგინეთ და ილია ირქმევს სახელს ფსევდონიმს. ვითომ ახალგაზრდა ვიღაც ტიპი წერს ახალ მოსულის ფსევდონიმით და თვითონვე ეპასუხება ისევ ამათ რა. წარმოიდგინეთ, ეს სიტყვა პასუხი, ეს წერილები ისეთ დონეზე მიდის რომ საბოლოო ჯამში ხდება წიწამურის ტრაგედია. ამ ახალგაზრდებთან ბრძოლაში და ეს ახალგაზრდები მოდიან შემდეგ ხელისუფლებაში. ახალგაზრდებზე რო გაქვთ. ახალგაზრდები და ესენი არიან ჩვენი მომავალი თაობა. რა მომავალი თაობა და რა ახალგაზრდები? აი გითხარით საუკუნის დასაწყისში ზუსტად ანალოგიური სააკაცუკეთი რა. სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ სტალინიც ამ სააკაცუკეთს ეკუთვნოდა მაშინ იმ პერიოდში და ერთხელ სტატია არ დაუწერია ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. ერთხელ. და მკვლელი გაასამართლა კიდე 30-იან წლებში რა. ხო, მეორე მსოფლიო ომის დროს. ხო და დაანებეთ ხოლმე ამ რაღაცეებს თავი რომ აი ახალგაზრდები ჩვენი მომავალი თაობა არის ჩვენი გადამრჩენელი და გავიარეთ ეგ ეტაპი 100 წლის წინ. 100 წლის წინ გავიარეთ რა და ზუსტად მაშინდელი სააკაცუკეთი ებრძოლებოდა რომელიც მე საქმეზე რომ მიდგა ყველა ერთად მოტყდა იმაში საფრანგეთში. წაიღეს განძი 95 და წავიდნენ რა. აი ეს იყო თქვენი ახალგაზრდები მაშინ და ილია კი შეეწირა წიწამურის გზას რა. წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა. წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის გავლა ნეტავი რა. ესე რომ იმეს ნუაკეთებთ რა ამითი რომ ვითომ ამითი რომ აპელირებენ რა ყველაზე ძალიან მეშლება ნერვები რომ აი ახალგაზრდები და აი ახალგაზრდები და რა ახალგაზრდები ისტორია წაიკითხეთ და რა იყო და როგორ იყო 100 წლის წინ კარგად გააანალიზეთ ეს ყველაფერი რა